მოგესალმებით მეგობრებო, ორი ნიკა, ორივე ანზორის ასული, ნუ ეხლა რა მშვება აქ ნიკარონი და ნიკოლოზი იქნება თუ რა იქნება. ოი, ბოდიში ასული თქვით ან რაღაცა უცნაური ამბავი მომივიდა, მაგრამ კაი, ცუდი წამოსვენა იყო სინამდვილეში, მაგრამ ძე, რა თქმა უნდა, ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე. გადაიღიან ჩემი ოპერატორები ამასობაში სტუდიაში. ეს ჭრიჭინადან მინდოდა პერიფრაზი და პირდაპირ გავაკეთებ თლად. და ორივე გიორგი კერატიშვილის მიერ გასამართლებული და დატყვევებული მე საქართველოს ფარგლებში მაინც და შენ ასევე საქართველოს ფარგლებში და ოთახშიც არა ეს რაღაცა დიახ მოგვიყევი ახლა როგორი მოძრაობის ასე ვთქვათ შესაძლებლობა გაქვს ანუ რა არის შენი შეზღუდვის არსი რას გვეუბნება მივესალმებით თქვენს მაყურებლებს პირველი შესაძლებლობა მომეცა დღეს ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით. დიახ, ნუ ეხა უკვე ყველა ვინც პოლიტიკურ პროცესებს თვალყურადღებით ადენებს, იცის რომ არაერთი შეზღუდვა ჩვენ მხარდაჭერა განსაკუთრებით, არაერთი შეზღუდვა მაქვს დაწესებული, რომელიც გულისხმობს ქვეყნის დატოვების აკრძალვას. მეც. დიახ. უნდა თქვა რომ ორჯერ არ გამიშვეს ინვესტორებთან შესახვედრად და ნუ პასპორტი პერიოდოს მოწობა ჩამორთმეული. ჩამორთმეული მე არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა. ხო, ჩამომართვეს. ასევე აკრძალული მაქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ანუ მიტინგზე სიტყვით ვერ გამოვა. არა, ეგ როგორ წერია გადაწყვეტილებაში? აი ეს საზოგადოებრივი ციტირებ თუ რამ შემეშალა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა. დაუწესდეს არა პუნქტები ჩამოწერილი მართლა შეიძლება გითხები რომ ეხა ეს გადაობა ბოდიში რაც ნიშნავს ერთი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება პირდაპირ რას სიტყვის თავისუფლება შეგიზღუდოს სად უწერიათ რომ ესეთ სანქცია შეუძლიათ გამოიყენოთ ეს რა სანქციაა აი სად წერია საქართველოს კანონმდებლობაში რომ მსგავსი სანქციის გამოყენება შეუძლია მოსამართლე იმჟელა ნუ მოსამართლე ეხა მე წამოწ არა მოსამართლე ამას დავაბრძოლე კი ბატონო არა ეს ბატონი დღეს მომევლინა ანუ მე დატოვა უცვლელად თუ მოკლედ მიტინგზე სიტყვით ვერ გამოვალ, საზოგადოებრივ ვერ წავალ და ნებისმიერი ჩემი გადაადგილება უნდა იყოს შეთანხმებული პროკურატურასთან და მოგვიანებით უკვე მას შემდეგ რაც ვერ დამაპატიმრეს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ვფიქრობ რამაც ხელი შეუშალა ხელისუფლებას რომელიც ციხეში ყოფილიყავი უკვე აპელაციამ მომიგონა ეს აპელაციამ დაამატა ეს ლამაზი დიახაც ბიუჯეტერია შეხედე როგორი მაკლატელი მაქვს მაგის გადაჭრა მინდა ძალიან და როდის უნდა გავაკეთოთ ეგ ამბავი და დარწმუნებული ვარ ხელის გაწვენის მანძილზეა ის დრო როდესაც ეს ამაჯური მე როგორც ჩემი ღმერთმენით არ უნდა მეკუთვნოს აღარ მექნება დაგიჭერენო გახვა აღარ მექნება ხელზე იცით რა პირდაპირ გეტყვით არ მინდა საბაბი მივცე ფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ შეზღუდული ვარ გარეთ ყოფნა უფრო ბევრ პრობლემას შეუქმნის ქართულ ოცნებას ჩემს მეგობრებსა და პარტიულ ასე თქვა თანამებრძოლებს უფრო მეტად გვერდში ამოვდგები ვიდრე სანამ არ გადაწყვიტა ბიზნესში ჩემი ციხეში განზრა საბაბი არ მინდა მივცე. ერთი წამი აქ რო ხარ შეთანხმებულია პროკურატურასთან? ეხლა იცით რომ დღეს ძალიან ცინიკური იყო პროკურორი რომელმაც ადვოკატის კითხვაზე თუ რატო უწესებდით შეზღუდვას და უფლებას არ აძლევდით ნიკამელიას და თვაკუბარდიას გადაცემაში მისვლას ანუ ამის უფლება არ მომეცა. კი ბატონო. მიუხედავად ამისა მივედი და მე გამაფრთხილეს რომ მეორეჯერ თუ გააკეთებ წითელ ბანანს აგიფრიალებთ და პასუხი იყო შემდეგი დათვაკუბარდიას გადაცემა იყო გვიან ღამით დროში. მერე? არაფერი აი ეს ადრე უნდა დაიწყო ხოლმე ეგ არის არაადეკვატური პასუხი სრული სერიოზულობით ვამბობ არა და 8 წუთია 20 წუთი როდესაც დაახლოებით დათვაკუბარდია თავის გადაცემას იწყებს უფრო ადრე სულ 12-ის ნახევარზე დაიწყო რა ეხა ღამით მელია უფრო საშიშია ვიდრე დღისით ღამე რას ვიზარდი თუ მიტინგზე გამოსვლას გიგზალავენ ტელევიზიით გამოსვლას რატო არ გიგზალავენ ბევრად მეტი ტირაჟირება არის შენი ასე ვთქვათ აზრების ტექსტების ვერ გეტყვი ამდაგვარად ახსნეს რომ ღამის საათებში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ
რომ მელია ყოფილიყო გარეთ, ანუ სახლის მიღმა. ერთი წამით. ეხლა მაინც უნდა ვიკითხოთ რა. ნიკა, ეს შეზღუდვა ეხა არის აბსოლუტურად მოგონილი შენთვის. ხო, აი, შეკერილ გამოჭრილი. საკონსტიტუციო სასამართლოში თუ მიმართეთ ამ შეზღუდვის განხილვაზე და დაუყოვნებლივი მოთხოვნა თუ მოითხოვეთ, თუ გაქვთ დაყენებული რომ ეს შეჩერდეს ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო განხილვაზე. უახლოეს დღეებში ამ ფორმალობასაც ამოვწურათ ფორმალობას იმდენ რამდენადაც არ ამგონია რომ ფორმალობა იყოს იცით იმდენად ზედაპირულად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება სასამართლოს ქალბატონი მანანა კობახიძე ქალბატონი მანანა კობახიძისთვისაც კი წარმოუდგენელია რომ ეს დაადგინოს და სადაც პროკურორი დღეს გეუბნება რომ ქუბარდესთან იმიტომ არ გაგიშვირო საღამოს 8 საათი კობახიძე პირდაპირ თქვა რა პროკურატურა საერთოდ ზონდერი ჯგუფია პირდაპირ არანაირი აზრი არ მოეკითხება საკონსტიტუციო სასამართლოში არ ამგონია თავაძე მაგალითად არ ამგონია განსხვავებული ადამიანებით იყო საკომპლექტებული სანქცია ხო მოგონილია სანქცია უნდა იყოს იმგვარი როგორც გაწერილია კანონში არ შეიძლება არსებობდეს შეზღუდვა რომელიც კი მაგრამ ეხლა შენ საუბრობ როგორც მოსამართლე უბრალოდ როგორც იურისტი კვალიფიციური გასაგებია აქ მაქვს მე დიდი პროტესტი თავისუფლება შეგიზღუდოს საქართველოს პარლამენტის წევრთან გადაადგილების უფლების შეზღუდვაც არა აქვს ეს არის კონსტიტუციური ნორმის შეზღუდვა რა თქმა უნდა და სწორედ ამის გათვალისწინებით პრაგმატული მოსაზრებების გათვალისწინებით მე ვარჩიე რომ ეს 2-3 თვე კიდევ უფრო სააშკაროზე გამომეტანა ამ ხელისუფლების ბევრი დეფექტი, მათ შორის ჩემთან მიმართებაში ამ ყველა უკანონობას აქვს ადგილი და დღეს მე განცხადებას გავაკეთე და რა თქმა უნდა თქვენი ეთერით ვისარგებლეთ. რატო ხდება? ხვალინდელი დღიდან ჩვეულებრივად ისევე როგორც ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი მოქმედი, როგორც მოქმედი დეპუტატი ჯერ კიდევ ხო? განახორციელებ ჩემს უფლებამოსილებას, როგორც დეპუტატისა, ასევე პოლიტიკოსისას, რომელიც გულისხმობს ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. ჩავთვლი საჭიროდ ჩავალ კაცბში, ჩავთვლი საჭიროდ ჩავალ ბათუმში. რანაირად ახლა თუ არ გაძლევს პროკურატურა მაგის ნებას? ხო მოვედი დღეს, ხო წავედი და თუ აკუბარდიასთან, მათაც მშვენივრად იციან, რომ სისულელეს ქადაგები და სისულელე ჩაწერეს გადაწყვეტილებაში. უბრალოდ, ბიზინა იმანიშვილს არათუ პატივისცემა აქვს, ხო, ეხლა ვიღოთ თქვა კანონმდებლობის მიმართ. არამედ მორალიც არ აქვს, უბრალოდ გაგებით საქმიანობს, ქურდული გაგები და მან ჩათვალა რომ ალბათ ამ ბიჭ გადავტეხავ ხერხემლაში და ან დავაშინებ და მოვიმწყდებ კუთხეში, ჩემი საზრით. ეს არ მოხდა. შესაძლებელია ეს მომხდარიყო, ხო მე ხო არ ვიცი, მე ხო, ეს არ მოხდა, რატო ვიცით რომ ეს არ მოხდა ნიკა? რა არ მოხდა? მარტო შენი სიტყვებით ვიცით რომ ეს არ მოხდა. ანუ არ მოხდა, ვერ გადაგტეხა ხერხემალში. არა, იმიტომ რომ მე ხო არ ვარ გავს სიტუაციაში, ეხლა როდესაც შენ გდევნის პროკურატურა, როდესაც არ ვიცი, მე 130 ადამიანი დაჭერას გიპირებს, ეხლა ჩემი თავიც არ მქონდა გამოცდილი, ხო? და ისინი სწორედ ამას ვამბობ, ბიზინა ივანიშვილი, ანუ ქურდული კრიმინალური გაგებით ხელმძღვანელობს და ცდილობს რომ მოდი ან გადავტეხავ ამ ბიჭს თუ ვერ გადავტეხავ რამდენი დღეა ოთახში ხარ? ოთახში ასე თქვა. ხო 3 თვეა. 3 თვეა. 3 თვეა. პერიოდულად ხო სპორადულად როგორ არა ხა პარლამენტში ამდენჯერ ვიყავი თანხმობის გარეშე? პარლამენტში ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა წერილობით აცნობა პროკურატურას რომ დაიწყო სასესიო სხდომები და ნებისმიერ დღეს ნიკა მელია მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატებში საპარლამენტო ცხოვრებისა. და დანარჩენ ასე ვთქვათ გადაადგილებას კვლავ კაცრად აკონტროლებენ. ეხლა სანამ თქვენთან მოვიდოდი, ადვოკატი კვლავ შეეხმიანა პროკურორს, მაგრამ დაახლოებით 5 წუთში მიიღო, არა, 5 აღარ თქვა ეს, დაახლოებით 5 წუთში მიიღო თანხმობა. მაგრამ იგივე თადუმაძე, იგივე მთელი ქართული ოცნების ეს კოჰორტ და პოლიტიკოსების რა საუბრობენ, რომ დიახ, როგორც პარლამენტა შეუძლია პარლამენტში იაროს და საპარლამენტო საქმიანობას ეწეოდეს, მაგრამ აი ეს ამორჩეველთან შეხვედრები არ ვიცით რა გვაცნობი და ჩვენ გადავწყვეთ. მაგრამ აქვე მეუბნები არ ვიცი ვის უთხრა უკვე ხო ვისაც ეს ეხება ჯერ კიდევ ქართულ ოცნებაში რომ ვერანაირად ვეღარ შევიზღუდავ თავს. იქნება ეს ამორჩეველთა შეხვედრა გდანში, მივალ გდანში, იქნება ზუგდიდში, ჩავალ ზუგდიდში და გადავადგილდები ისევე როგორც უნდა გადავადგილდე და ამით მე უბრალოდ კი არ ვცდილობ წარმოჩინდე რომ რაღაცა უძლეველი ვარ და აი მე თქვენ ახლა ყოფას გიტირებთ არა უბრალოდ კონსტიტუციის თანახმად ის რისი უფლებაც მაქვს ამ უფლებას მე აუცილებლად გამოვიყენებ და მეტიც გონია რომ ვალდებულიც ვარ როგორც არჩეული დეპუტატი სულფასოვნად მივიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში
ეს არის და ეს, ნუ გასაგებია. ეხლა ჩემზე ეხლა სამაჯური მიკეთია და ჩემს უღდეს და ხა ირაკლი ოქროაშვილი რისთვის ყავთ ციხეში, ხო? რა უნდა გითხრა? ირაკლი ოქროაშვილი ეხლა თქვენ შენ საუბრობ რომ მაგრად ლითვარ მთელი ისა და უტრიალებთ მაგას. შენ საუბრობ რომ გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად გაუგებარი პუნქტებია. ციხეში რა თქმა უნდა, მაგრამ შენ ფაქტიურად ციხეში ჩასვეს ცადეს ყოველ შემთხვევაში. ხა ეგ შეზღუდვა არის. ნუ ციხეში თუ არა, ოთახი გადაგიქციეს თუ სახლი ციხეთ, ხო? რა უნდა გითხო? ეს წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილია საერთოდ ეს სამაჯური? ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც აქვს სამაჯური ისე რომ მის მიმართ განმარტყმებელი განაჩენი ძალაში არ არის შესული. ანუ არის თუ არ ვწდები 100 ადამიანი საქართველოში, ვის მიმართაც არის განმარტყმებელი განაჩენი, კანონით ძალაში შესული. და მათ როგორც სასჯელი დაუწეს, რადგან იგეთ? ეს პროვოციონერების ამბავია, ხო? დიახ, მაგრამ ადამიანი რომლის მიმართაც არანაირი სასჯელი არ არის ჯედაგისებული. გასაგებია, მოდი გადავიდეთ აქტუალურ თემებზე, მაგრამ მანამდე უნდა დავაჯამო, ნიკამელი არის პრაქტიკულად მოგონილი შეზღუდვების პირობებში, ეს შეზღუდვები არის უკანონოც და რაც თავი არის ანტიკონსტიტუციურიც, არის მძიმე სამართალდარღვევა. მე მგონია რომ მოსამართლეების სისხლისავლის პასუხისმგებლობაში უნდა იქნენ მიცემული იმის გამო, რომ პრაქტიკულად სანქციებს იგონებენ ადამიანისთვის, აი პირადად მელიასთვის მოგონილი სანქციების მომსწრევართ ჩვენ, იგონებენ ადამიანისთვის სანქციებს და თან ეს სანქციები არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ნიკამელიას მინდა მივცე მაკრატელი ჩვენგან, ამის გადასაჭრელად დაგვიდითო ჩვენი მაკრატლით გადაჭრით, როცა ეს იქნება საჭირო კიდე და როცა გადაწყოთ პრინციპში. ნიკა მოდი დავიწყოთ გავრილოვის სასამართლო პროცესით, რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, ხო? ირაკლი ოქროაშვილი ციხეშია, თქვენ შეზღუდვების ქვეშ ხართ, მაგრამ 19 ადამიანია კიდევ ციხეში. ჩვენ ნახეთ, რომ ბრალდებული პრაქტიკულად 4-ია თუ 5 პოლიციელებიდან, მაგრამ სამოგეთ 70-მდეა რეალურად მომიტინგეები, ისეთები როგორც თქვენ ხართ, კი არა და ისეთებიც არა, ანუ არა პოლიტიკოსები. ხო, აქ ჩვენ ყავდა მებაღე, მაგალითად, რომელსაც სახელმწიფო გადაწყვეტილებას აბრალებენ, ხატვარი და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ საერთოდ გავრილოვის პროცესის ამგვარი განვითარება? პლუს ამას ჩვენი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშნა. რა მესიჯია საზოგადოებისთვის, რას გვეუბნება ამით ბიძინა ივანიშვილი თქვენი აზრით? ჩემს აზრით ძალიან მარტივად ვიტყოდი, ბიძინა ივანიშვილი მოქმედის პრინციპით რაღაც ვიწროა იქ გაწყდეს. და კატეგორიულად მიუღებად მიაჩნია მას ნებისმიერი კომპრომისი. კატეგორიულად მიუღებად მიაჩნია ბევრი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი გახავთ ის თუ შემდეგი. თუ ბიძინა ივანიშვილი აჩვენებს სისუსტეს ქართული ოცნების გუნდის წევრების თვალში, ქართული ოცნების რიგებში ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიტიკოსი არის აღჭურვილი არაერთი კომპრომატით, მარტივად ვიტყვით. არაერთი კომპრომატით ერთმანეთის შესახებ, არაერთი კორუფციული სქემების შესახებ ვსვენიათ, არაერთი ასე თქვა ეკაბესელია როგორც დასაჯეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ალბათ მონაწილეობა მიღებული და ბევრმა ეს ერთმანეთის შესახებ იცის. როგორც კი ეს ადამიანები, ეს ჯგუფი შეამჩნევს ბიძინა ივანიშვილს, ეს ადამიანი უკვე არის დასუსტებული იმდენად, რომ პოლიტიკური რეპრესიული მანქანითაც კი ვეღარ იჭერს ოპონენტს, რომელსაც უსწორდებოდა უკანონოდ, ხო? შესაძლებელია იმაზე მალე დაამთავროს ბიძინა ივანიშვილმა ყოფნა იქ სადაც არის მართვის სადავებთან, ვიდრე მასაც წარმოუდგენია. აი ამაში რას გულისხმობთ, როგორ უნდა დაამთავროს? მას ეშინია შიდა გუნდის დიახ ეროზიის რა თქმა უნდა და ტრადიციულად ეს ხდება. შიდა გუნდის ეროზია რა უნდა გამოიწვიოს? არა, თქვენ ფიქრობთ ქართული ოცნებაში იმგვარ პროცესებში შეიძლება გამიტარდეს რომ კითხვა რა იყო გახარია რა მესიჯია ხო ეს მაგას დამნაშავე სისხლიანი გახარიას ასე თქვათ მოშანთვა ხელისუფლებიდან და აღიარება იმისა რომ გახარიას შეეშალა ეს იქნებოდა მისი გადმოსახედია მე კიდე ბევრს საღად მოზრუნე ადამიანს უმრავლესობას ქვეყანაში პირიქით გონია იონშეს ეგონა რომ ეს იქნება სისუსტის დემონსტრირება ისთვის ჭირდება გახარია ისთვის დანიშნა გარდა ამისა გახარის არანაირი როლი არ აქვს მარტო დემონსტრირებისთვის დანიშნა რომ აი ძალადობ თქვენზე ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი ხო ყველას გონიათ რომ და მოხსნა მაგრამ მე მაინც ვნიშნავ ამ სისხლიან ზომდერ გახარიას პრემიერ-მინისტრად მაგრამ საჭიროება არ არსებობდა გახარიას არ ფიქრობ რომ საარჩევნო ლოჯისტიკისთვის დანიშნა მხოლოდ გახარიას არანაირი წარმატება არასოც არ ქონია არჩევნებში ჩარევის გარდა კრიმინალის და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი მიზეზი პლუს ახლა მოდი სიმართლე თქვა სხვებთან შედარებით ეხლა არანაირი მაღალი წარმოდგენის მისი გონევრული შესაძლებლობისა არ ვარ მაგრამ იგივე ხა
იგივე საპარლამენტო ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტას თუ შევადარებთ, მათთან შედარებით მეტრია, ხო? მათთან შედარებით. მე არ გონია. არა, ნუ ეხლა არ ვიცი რომელი ერთი მოიყვანო, არ მინდა. როგორ მათთან შედარებით არის სხვა ლიგაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ვამბობ, ანუ ბიძინა ივანიშვილის კავშირი ცდილობ ეხლა შევძრო და იქიდან ვილაპარაკო. ვერ ჩაეტევით. ხო, ნუ ცდილობ მაინც. ამიტომ ეს არის ერთი მიზეზი და მეორე აი რაც თქვენ ბრძანეთ და ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ბიძინა ივანიშვილი კი ნამდვილად ესე საუბრობთ. ბიძინა ივანიშვილი არ არის სუვერენული ხელისუფალი. ბიძინა ივანიშვილი დიახაც არის წარმომადგენელი ძირგამომთხრელი სახელმწიფოს არ ვიცი პირდაპირ ემისარი ქვეყანაში. რუსეთის წარმომადგენელია დიახაც. რუსეთის წარმომადგენელია და ხშირად არის ეს მოსაზრება უკვე დაფიქსირებული ბევრი ადამიანის მხრიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში იყვნენ თავის დროზე და მეთანხმები ამ ადამიანებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ასე მკაფიო და მკვეთრი გამოხატულება პრორუსულობის ამ ადამიანს არ ქონდა თავის დროზე, მაგრამ ახლა როდესაც ხედავს წარმოუდგენელ საფრთხეს, რომ ეს ადამიანი ჩამოშორდეს და მისთვის ეს არის სიკვდილის ტოლფასი. რატომ? სიკვდილის ტოლფასი და არა ეს გავიაროთ, რატომ არის მისთვის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სიკვდილის ტოლფასი? აბა გითხარით. ვინაიდან მას ელემენტარულად წასასვლელი არ ექნება. საფრანგეთის მოქალაქე. არ ექნება წასასვლელი, არ ექნება ის საფრანგეთამდე ჩასვლასაც არა, ეხლა ძალიან ძაბავთ პროცესს. არა, რატომ ძაბავ, ეხლა როგორ გეტყვით ადამიანს აქ ზამბარა დაჭიმული ბოლომდე, ხო? არა, მას ნამდვილად აქვს კეთახმები. ქვეყანაში სადაც ეხლა ჩამოიშალა და აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი საფუძვლები, სადაც ეხლა მოდით რა ეხლა ამას ნუ გადავაგდეთ მეასე ხარისხში, სადაც პოლიციელები კრიმინალებს უგდებენ მსხვერპლს მოსაკლავად, სადაც პოლიციელები ტომარას აწმევენ თავზე შუაგულ თბილისში და სხვა ქვეყანებში იტაცებენ და ასე შემდეგ. ეს რასაც ვიგებთ ნიკა და ამის განზოგადება უნდა მოხდეს. რაც უფრო დრო გაუშვო ნიკა, მაგრამ ეცი რა მითხარი, აი ხა რასაც ჩვენ ხატავ, ამ ფონზე არ მაშინ არჩევნებს რა აზრი აქვს? ამ დაჭიმული ზამბარის და დაცლილი კრიმინალური ქვეყანაში უკანასკნელი 8 წლის 7 წლის განმავლობაში ხელისუფლების ცვლილების ორი შესაძლებლობა იყო რეალური. ეს იყო 2012 წელი და შეიცვალა ხელისუფლება და ბევრს შეავსებდა არ ჯეროდა რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდოდა. მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს აქტივისტებს არ ჯეროდა და თვითონ პოლიტიკოსებს არ ჯეროდა. ხო, დამეთანხმდა, ხო. 2016-ში და ჯერ კიდევ არ იყო, ასე თქვათ, მოშიშვლებული ბიძინა ივანიშვილს და ბევრი ნიღაბი ეკეთა, ეხლა ყველა ჩამოუცვიდა და აი ახლა უახლოეს პერიოდში იქნება მესამე შესაძლებლობა, რომელსაც 2018-ში იყო და რეალურად შეიცვალა პილოტური შედეგებით. 2018 წელს რაღაცა ნაწილი. ბევრი ადამიანის მე ხო ველზე ცდილობდი ყოფილიყავი აქტიური და ბევრი ჩემი კოლეგაც დამეთანხმება. ბევრისთვის ეს არ იყო გენერალური ბრძოლა. ცხადი არც იყო რეალურად. და ამით სარგებლო და ამის კაპიტალიზაციას აღწევდა ხელისუფლება და ამისა პირველი ტური მოიგო თქვენმა კანდიდატმა. რა თქმა უნდა, მაგას მიუხედავად ამისა და ამ არჩევნების სპეციფიკის კაპიტალიზაციას აღწევდა ხელისუფალი და როგორ, ხო, ელემენტარულად აი რომელიმე სოფელში ბევრი შენი თანამოაზრე ბოლომდე არ იყო აქტიური. საკუთარი ოჯახის, ასე თქვა, უსაფრთხოება სასწორზე არ დადო, იმიტომ რომ მან იცოდა რომ გრიგოლ ვაშაძე თუ გახდება პრეზიდენტი, ჩემი სოფლის გამგებელი და რაიონის სუსის ხელმძღვანელი კვლავ იქნება გამგებელი და სუსის ხელმძღვანელი. და მეორეც იქით ხარეს პროკურორები და პოლიციის უფროსები. ისინი რას ფიქრობდნენ? საპირისპიროს რომ მოიგოს გრიგოლ ვაშაძე. აი ვიტყვი მივდივარ იქამდე. ეხლა ისე ფიქრობდნენ გრიგოლ ვაშაძე რომ მოიგოს მე მაინც სუსის უფროსი ვიქნები, პროკურორი ვიქნები და გაბედულები იყვნენ. გინდათ ეხა სანდრა როლოსის არჩევნებზე. ეხა კახეთის სამხედრო პოლიციის უფროსად ჩავიდოდა, ხო? გაბედულება ქონდა. ახლა ნებისმიერ, ასე თქვათ, დღეს თარიღს, როდესაც დაინიშნება არჩევნები და მოდით ვთქვათ, როგორც არ უნდა გამვითარდეს მოვლენები, არჩევნებამდე მივალთ. რაც არ უნდა მოხდეს, არა, შენ რასაც ბიძინა ივანიშვილზე ამბობ, ამ ზამბარაზე კრიმინალში. არა, შეიძლება მის გარეშე მოხდეს, შეიძლება მის შეიძლება არჩევნებამდეც მოხდეს. ეხლა ეს არა, როგორც არ უნდა არა, მითხარი ეს ზამბარის განვითარება ძალიან მაინტერესებს რა არის. მე გეთახმები, მაშინ ზამბარა დაჭიმული აქვს. მე მაინტერესებს თქვენ მეორე მხრიდან ხო არაპირებთ ამ ზამბარის დაჭიმულს. ბიძინა, მithქვავს და გავიმეორებ სიამოვნებთ თქვენს ეთერში. ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ და მხოლოდ იცით და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რაც გარდაუვალია. აუცილებლად დამარცხება არ არსებობს. მართლა? არ არსებობს, ხო, ერთი წამით არ მეპარება ეჭვი. კვლევებს მართლა. რაც არ უნდა ელემენტარულად მეტაფორულად რო გითხრა, რაც არ უნდა ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო ეხა შენ ნიკა, ხო? აი კუნთებით, ბიცეპსით, ხა, ტრიცეპსით, რაც არ უნდა ტურნიკეტზე რო დაეკიდო, რამდენი ხანი გაძლებ, ხო?
ჩამოვარდები. შეუძლებელი არის დიქტატურას ეს ადამიანი ვერ დაამყარებს. მართლაც ვერ დაამყარებს რა. ქართველებს გჯერა ესე? ბატონო? გჯერა ქართველების რომ ვერ დაამყარებს დიქტატურას ხო? არა, მე ჯერა ქართველების რომ არ დაამყარებიებენ. მაგას გეუბნები. დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის ეს. კაი, ნიკა ერთი წამი ზამბარა გავიაროთ მაინც და არჩევნები რა, აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ნაციონალური მოძრაობის პრობლემად ასახელებენ იმას, რომ ეს არის ომის პარტია და ზოგადად არა მარტო რუსეთის ომს გულისხმობენ, ზოგადად არეულობების მომხრე პარტიას გულისხმობენ. ნაციონალური მოძრაობა არის ხო იცით, ერთადერთი პოლიტიკური ეხლა მთავარი ეს არის. ამის პროპაგანდას ეწევა ხელისუფლება. გასაგებია, მაგრამ ამიტომ ავხსნათ ნიკა, ეგ მაინტერესებს. იფლიტება მათი ეს, ასე თქვათ, არსენალში არსებული რაღაცა PR მესეჯები. ეს ავხსნათ ნიკა თუ მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ხალხო არის ერთადერთი პარტია ჯერჯერობით რომელმაც ეხლა ბანალური ვარ მაგრამ გავიმეორე რომელმაც ხელისუფლება შედობიანად გადააბარა სწორია გადააბარა ეგრეა ნამდვილად მაგრამ ამ წუთში როცა თქვენ ამბობთ რომ ზამბარა ამ კაცს დაჭიმული აქვს არაფრის შესაძლებლობას არ იძლევა ყველაფერში გეთახმებით მაგალითად მოგყვებით ნამდვილად მეც მაქვს ეს კითხვის ნიშნები რო არ დაგიმალოთ ყველაფერს ყიდულობს აცხადებს არჩევნების წინ 600,000 კაცის მოგთამავს თუ დაჭირდა 1,200,000 გამოაცხადებს ხო კრიმინალებთან შეკრულია. მოდი, აი ეს ყველაფერი რო გავიაროთ, ხო? ამ შემთხვევაში, აი არჩევნებამდე, აი ზამბარის პირობებში მით უმეტეს, როგორ და რატომ მიდიხართ? იცით? თუნდაც აი თადომაძე შემთხვევა, ხო? ეხლა მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმდენად უტიფრობს ივანიშვილი, რომ აი თუნდაც იცით, აი შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო მისთვის და ბევრისთვის საკითხზე მან პოლიტიკურად კისერი მოიმტრიოს. მაგრამ ეს არ იგულისხმება, რომ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს რევოლუცია, გამოვარდეთ ეხლა რა ქვია, თოხებით და ბარებით, მაგრამ გაიღვიძებს ერი. გაიღვიძებს ერი და მიუჩენს საკუთარ ადგილს ხელისუფლებას. აი ეს სააკაშვილმაც თქვა და თქვენს თქვით, რას ნიშნავს ეს მიუჩენს საკუთარ ადგილს ხელისუფლებას გაგვიძებული ერი. აი ეს ნიშნავს ძალაუფლებას აიღებს ხალხი აიღებს კანონის მიერი მეთოდებით არ არის გამორიცხული მართლა გულწრფელად ვფიქრობ ამას არ არის გამორიცხული რომ ხალხმა უკანახოს ხელისუფლებას თუ რა უნდა გააკეთოს კი ბატონო არ გამოურიცხავ მათ შორის ვადამდელ არჩევნებსაც არ გამოურიცხავ მაგრამ ეს ვადამდელი არჩევნები არ გამოურიცხავ როგორ არ აქვს არა რა მნიშვნელობა არ იქნება ისეთი როგორსაც დაუკეთოს ხალხი სომხეთში რა მოხდა ხალხო ხო სომხეთში რაც დაუკვეთა საზოგადოებამ არა ხო ის გააკეთა სარგესიანის ხელისუფლება უმრავლესობაში იყვნენ სერჟ სარგესიანის დეპუტაცია ხო ისინი იყვნენ კი ბატონო და მათ განახორციელეს ცვლილებები ხო უმრავლესობამ ყოფილი ხელისუფლების და გააკეთეს ის რაც უნდა ხალხს აი ხა ბესანა თქვენთან ეთერში მოვიდოდი ხო ეხა მე არ ვიცი ხვალინდელი დღე როგორ უნდა გაუთენთ ეს ხელისუფლებას თადომაძესთან მიმართებაში გუშინზე რა მნიშვნელობა არა გუშინზე ხახო არა რაზეც იყო საუბარი ისეთი გაუთენება ის არაფერი არ არის იმასთან შედარებით რაც დავცინებ დიდი ხანი დიპლომზე და იქნება მაინც უზენაეს თავმჯდომარე რა მნიშვნელობა დროებით ალბათ სანამ ხელისუფლება გამოიცვლება იმედი გეტყვი შეიძლება თქვენც არ იცით ეს თუ შენც არ იცი კი ბატონო ადამიანს ჰქონდა პრეტენზია წაყენებული რომ მან რეალურად დიპლომი გააყალბა, ხო? და მოიტყვილა. ეხლა გაიყვა, რომ 94-99 წლებში მას ნოდარ დუმბაძის სასწავლებელში, სახელმწიფო სასწავლებელში კი არ აუღია იქ რაღაცა დიპლომი, რომელიც გაყალბებულია. 94-99 წლებში პარალელურად მას უსწავლია ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინერიის ფაკულტეტზე და ყოფილა პროფესიით მარკშეიდერი, რომლის დიპლომიც მას დაუმალავს. ერთი მარკშეიდერი ხო ჭირდება ყველა? არა, დაუმალავს. გესმით რა არის დაუმალავს? ანუ არც CV-ში მიუთიტა. ანუ ადამიანს იტებდა პარალელურად წლების განმავლობაში დროის ერთ მონაკვეთში უსწავლია მისი გაგებით ორ უნივერსიტეტში აუღია ორი დიპლომი და ეხლა გადაწყვიტა რა იცოდა რომ პროკურორად უშვებდნენ დამალა მარკშეიდერის დიპლომი და გამოაჩინა ეს დიპლომი. პირიქით ვარ გააკეთებდა, ხა ეტყოდნენ რომ ზნაო მარკშეიდერი ხარ და სადღუდი ხარ, ხა გავაკეთებდი. რომან გოცილიძე ეტყოდა რომ მარკშეიდერი ერთი ჭირდება. ხო, ნუ რეალურად ეხა მარკშეიდერი გასამართლებს შენს მარკშეიდერ გამოსამართლებს. არა, რაღაცას ხო აქვს, ყველაფერს აქვს ლიმიტი. ანუ ყასიდადაც ვერ იმართლებენ თავს, გესმით? არა, ვცვალდი. ვერ იმართლებენ ეხა თავს. მაგრამ არც იმართლებენ, არ ჭირდებათ ეს. ხო და ამას ვერ ეუბნები, ასეთ უტიფრობას თუ გააგრძელებს. პირდაპირ გეუბნებით, არ
ვარ დაწუნებული, რომ 2020 წლის ოქტომბრამდე მივა ეს ხელისუფლება. რა გითხრათ? დანიშნულზე მეტი უთითრობა მაქვს შეიდერის სასამართლოში დანიშნა, მე მგონი არა. ამიტომ არა, არის და გეტყვით რატო? არის. ხო, აბა. რატო? უკიდურესად პოლარიზებული არის საზოგადოება დღეს. მერე? და როგორც არასოდეს ჰაერებით გჭირდება მეტნაკლებად ობიექტური მსაჯული. არასებობს, ეგ მსაჯული არ გეყოლება. მეტნაკლებად ობიექტური მსაჯული. არ გეყოლება, გასაგებია, გჭირდება ხო ქვეყანას, ხო? ესე როგორც არასოდეს, ხო? აკითხავთ, თქვენ მოცემულობა იქნება, რომ ეგ არ იქნება, მერე რა შვებით. გასაგებია. აი მოცემულობაა, რომ არ იქნება. ადამიანი. არის ერთი ამბავი საარჩევნო დავა და სასამართლო უნდა გადაწყვეტოს. მოცემულობაა, რომ ეხლა რას გადაწყვეტს მოდები, შეიძლება, ხო? ხო? ამიტომ მოდი ეს ერთი ხაზი გავავლოთ. პირველი ნიკა მელია ელოდება ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლას არჩევნებამდე, შესაძლებლად თulis. ნიკა მელია თulis ამას შესაძლებლად, მათ შორის ხალხის გამოსვლების ფონზე. კი ბატონო. ქუჩაში ბევრი ხალხის წარმოდგენით. ნიკა მელია შესაძლებლად თulis ვადამდელ არჩევნებს, ოღონდ არ ვიცით როგორც, მაგრამ როგორ ისეც ეს დაშვებას ვაკეთებ შესაძლებელია ხო გააკეთებს დინარაძე როგორც დაგიბარებია ისე შევა როგორც დაგიბარებია და ოხანაშვილი და სხვები შევლენ და გააკეთებენ იმას რასაც მისი უზენაესი ხალხი ეტყვის. დიახ, ხალხი ეტყვის. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ხედავთ არჩევნებს. არა, გასაგებია. მოგხდარა ეგეთი ამბები. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ხედავთ არჩევნებს. ნუ ამ ყველაფრის შემდეგ არჩევნები გასაგებია როგორიც იქნება, არ ჩაატარებს ეს ხელისუფლება, ჩაატარებს ალბათ რაღაცა გარდამავალი თუ რაღაცა ჯგუფი თუ ასე შეიძლება ეს ხელისუფლება, მაგრამ უკვე უივანიშვილოთ. ან იქნება 20-20 არჩევნები და იქაც დარწმუნებული ხართ რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ივანიშვილს მოგეთ. სხვა რა მაინტერესებს. ეს ყველაფერი ან ეს ვადამდე თუ ხდება და ექსცესურად, ან 20-20 თუ ხდება და ნუ ალბათ მაინც ექსცესურად და ივანიშვილმა არ დათმო, არ მიიღო გადაწყვეტილება თავის თავში ვერ ჩამოყალიბდა რომ დემოკრატიული არჩევნები ჩააბაროს და არ გადააბარა. ივანიშვილის ბედი მაინტერესებს. სათხედავ თან თქვით რომ წასასვლელი არ აქვს. რას ხედავთ ივანიშვილს როგორ და რა მინდოდა მეთქვა რომ ჩვენი ამოცანა რა თქმა უნდა არის ივანიშვილის დამარცხება და მის ხელისუფლების, მაგრამ უპირატესი ამოცანაა მეორე და მესამე დღეს ასვაკეთებ და ეს მანამდე რა თქმა უნდა საზოგადოებას უნდა დავანახოთ. მეორე და მესამე წელსაც. დიახაც და ეს საზოგადოებას უნდა დავანახოთ. კითხვა მგავარებს რაში? რას რა ბედია ივანიშვილს? რა ხდება? სხვა მოსაზრებები გამოითქვა ხოლმე თქვენთან სტუდიაშიც. ზოგი ამბობს რომ იცით რა ბიძინა ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძეს გახარიას და ასეთ მძიმე ჩემი გადასახედი დიახაც დანაშაულებს უნდა ვაპატიოთ. იცით და ეს ძალადობრივში დანაშაულებს პატიება ქართულად. ძალადობრივ დანაშაულებს. არა, მომისმენია. არა, პოლიტიკურ სპექტრში მომისმენია, პოლიტიკურ. ნუ გახარი არ უნდა დასაჯო, ხო? მე არ. არა, თქვენ კი არა, ნუ ესეთი მოსაზრება მომისმენია. მე ვფიქრობ, რომ კორუფციულ სქემებში ხელებ გათხრილი ხალხი, ძიმე დანაშაულში, მათ შორის ძალადობრივში, მათ შორის ძალადობრივ ასე თქვა დანაშაულებს გულისხმობ. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. აუცილებლად უნდა აგონ. სხვაგვარად ეხლა მარტივად გეტყვით, რა გზავნილი გვაქვს ჩვენ? თუნდაც არჩევნებამდე, ეხლა გამოვიდეთ, თქვა, იცი რა, ხალხო, თქვენ თავში ჩაარტყით ნებისმიერ კანონმორჩილ მოქალაქეს, მოიტაცეთ, საბარგულში ჩააგდეთ არჩევნების დღეს, მოიტაცეთ კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, მაგრამ მე თუ მოვალ გაპატიებ ამას შენ ყველაფერს, აუცილებლად გაპატიებ. და ის ისედაც არიშურებს ზალღონეს, ეს სისულელი აკეთოს, ჭყალებში სისულელი და სხვაგვარად რას გააკეთე, საერთოდ გაგიჟდება, ხო? იფიქრეს, რომ ჩემმა თუ მოიგეს, ხო შემჭება და შემჭება, თუ ესენი მოვლენ, მაინც შემჭება და ვაპატიეთ, მაშინ ახლა საერთოდ კანონიად გვინდა, სასამართლო რატო გვინდა რომ იყოს თავისუფალი ოდესღაც, ხო, ძალიან მალე, ხო? ა პროკურატურა რატო გვინდა, რა გვინდა? არა, ვაპატიეთ, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ რომ დავაყენოთ რიგი. მაგრამ სანამ მეწვევ და რას თქვით ის რიგს დააყენებს? დიახ, არ ააყენებს რიგს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ოთარ ფარცხალაძემ არ აგოს პასუხი კანონის წინაშე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ გიორგი გახარიამ არ აგოს პასუხი კანონის წინაშე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ აგოს პასუხი კანონის წინაშე. კახიკალაძემ თუ იქნება კახიკალაძე და ჩადგება იმ რიგში. თუ რას ნიშნავს კორუფციაზე ეჭვი არ გეპარება? არა, აქ ხელის გულზე გვიდეს უკვე და ვიცით ბევრი კორუფცია არ გიდევთ. რა თქმა უნდა, იქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, რომელიც უნდა გამოაშკარავდეს, მათ შორის იქ არ ვიცი უამრავი კორუფციულ სქემაზე, მაგრამ მე უფრო მეტი მსმენია და ვიცი კახიკალაძის დამცველად მე როგორ გამოდიოდა. არა, დამცველად არა. მე ვცდილობ გაჩვენოთ, რომ ვიღაცები შეიძლება დარჩენ გაღმა აქეთ ამიტომ კორუფცია მარტივად ჩასაფრთხელი არ არის. ჩემი ცალკე აღებული ერთი პოლიტიკოსის შეხედულება შემდეგი. შემდეგ ხელისუფლებაშიც
აუცილებლად მოიძებნებიან, რაც არ უნდა კოალიციური და რაც არ უნდა ნაკრები პარტიებით იყოს ასე დაკომპლექტებული მთავრობა. როგორი იქნება შემოხელისუფლება კითხავთ. დაახლოებით მსგავსი ელემენტები, იმიტომ რომ ცდუნება არაკეთილ სინდისია ჩინოვნიკებს ყოველთვის ასე თქვა წაზლებს ხოლმე რომ ჩაედინო მძიმე დანაშაულით. ეხლა ჩვენ რა გზავნილი გვექნება, ხო? ერთი წამით. ეხლა თქვენ მითხარით იაკ ერზაიას ვაპატიეთ რა, ეხლა იაკ ერზაიას ჩემი შეფასებით მკვლელის დაუჟელად ამ ქვეყანას შეუძლებელია. აი ბატიაშვილიც უნდა ჩაჯდეს. ისე მე დაწუნებული ვარ ბატიაშვილი ეხლა უბრალოდ ქარაფშუტულად ვარაუდობდა როგორც მინისტრი რომ გახარია მოკლას არ უპირებს იაკ ერზაიას. იმიტომ ხა გახარიას ებარა. ეგრე არც გახარია არ ვარაუდობდა, მაგრამ იაკ ერზაია მასუპტილი გამოიწვია ადამიანს. რა თქმა უნდა სიცოცხლეშივე ქალბატონი და შემსრულებელი. იქ იყო კიდე მესამე ადამიანი, ხო? შემსრულებელი, გვარი არ მახსოვს. რა ბედი უნდა ეწიოს შემსრულებლებს ეს მითხარით. თქვენი გადაწყვეტილების გამოტანი მოსამართლეები, პროკურორები, რომლებიც ანტიკონსტიტუციურ სანქციებს ითხოვენ, უკმაყოფილდებათ. აი ამ ხალხს რა ბედი უნდა ეწიოს, ვინც ასრულებს ამ უკანონო დავალებებს. მათ შორის უკანონო დავალებებს ასრულებენ ერთი უკიდეგანოდ დიდრდებიან ხალხის ხარჯზე ორი შემსრულებლებზე რა თქმა უნდა მოსამართლეები ესენი მართლაც ისე კი არ არის რომ მონები კი არ არიან ხალხო არა კორუფციული ესენი კი არა ჩიტი მდგონად უღირს ეხა ჩინჩალაძეს მურუსიძეს და სხვებს ჩინჩალაძე ახსენეთ მაგალითად იცით რომ რუსუდან ფეტვიაშვილის ყველაზე დიდი კოლექცია აქვს საქართველოში და უძვირესი ის მე მაგალითად ვერც ერთი დახატი ვერ ვიყიდე მიუხედავად იმისა რომ არა ვარ ღარიბი ადამიანი ყველაზე დიდი კოლექცია აქვს მას საიდან ხო გასაგებია ხო ანუ ეს ადამიანები სად უნდა წავიდნენ ციხეში თქვენი აზრით ჩემსრულებლები აი ეს კლასი ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ ყველაზე საშიში კლასი შემდეგ რაც შემდეგ აუცილებლად რა მარტივად თუ გითხრათ აუცილებლად ეს უნდა გააკეთოს არა ნიკამელია და ნიკაგვარამია გასაგებია კაცო მე ფარცხალაძეებად თუ არ გადავიცეთ სახელმწიფონება არის თუ არა ამ ადამიანების დაპატიმრების ეხლა გაუშვებს თუ არ გაუშვებს ეს სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს მაგრამ ნებაზე ვლაპარაკობ ეხლა ეს კომენტარი მეცინება ხოლმე რომ როგორც დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტს გასაგებია ისედაც იგივე მოხდება გასაგებია ისედაც რომ ჩვენ თუ დაწოვეთ ამ სასამართლო სისტემაში აუცილებლად იარსებებს დიდი ალბათობა რომ მოხდეს იგივე მეორე მესამე მეოთხე შეუძლებელი არის და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ობიექტურმა მიუხედავად პირუთელმა სასამართლომ მას შემდეგ რაც გატარდება შესაბამისი რეფორმები და ამის საუბაზე დაწუნებული ვარ ყველა ამბიციური პოლიტიკური გაერთიანება და პარტია აი ვიტყვი გაერთიანება პოლიტიკური პარტია და გაერთიანება ძალიან ბევრს ისაუბრებს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა თქმა უნდა ხელის გულზე უნდა დაუდოთ ხალხს და უნდა უთხრათ ხალხო უნდა ვუთხრათ რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აი ვაპირებ აი ამას და აი ამ ყველაფერს ჩაიბარებს აი ეს ადამიანი ამ ყველაფერს ჩაიბარებს ის ადამიანი ანუ გასაგებია იყო რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანი რამე თქვით ეხლა ჩtildeოვანი კაბინეტი რა თქმა უნდა ანუ ჩtildeოვანი კაბინეტი უნდა წარადგინოთ რომელიც იქნება გამხმოვანებელი თქვენი პროგრამის არის რამე მონახაზი არსებობს ამის მე ვფიქრობ როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარიდან ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი მრავალთაგანი მრავალათას ასე ვთქვათ მეგობრთაგანი ერთი რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამაზე აქტიური მსჯელობა ჯერ იგივე პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში არ დაწყებულა მაგრამ ეს მე დარწმუნებული ვარ რომ უნდა გაკეთდეს უნდა გაკეთდეს ეს იქნება არჩევნებად 6 თვით ადრე თუ 7 თვით ადრე ეს უნდა გაკეთდეს ჩვენ ჩამოყალიბდებით რა ფორმატში მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას მე ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ ნაციონალურ მოძრაობამ მონაწილეობა არჩევნებში მიიღოს გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ყავდეს ძლიერი და ყავს კიდევ არც პოლიტიკური პარტნიორები და ასე ნიშნავს ძლიერ პოლიტიკურ პარტნიორებს რომ ჩამოგითვალოთ შეგიძლიათ არიან რა თქმა უნდა იგივე რესპუბლიკური პარტია მე ვფიქრობ რომ მათი გამოცდილება ასე ვთქვათ, მათი კომპეტენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევე როგორც ჩვენი ნაციონალური მოძრაობა ნახევარსფერული პარტიის გამოცდილება და კომპეტენცია არის მნიშვნელოვანი, ბევრი ამას მინუსად უთვლით ნაციონალური მოძრაობას, ესენი ხო წუდებია. ესენი ხო ხელისუფლებაში ნამყოფი ძალა, არა პირიქით არის. ყველა მეგობრებია, ოქროშის პარტიასთან ხედავთ კავშირს არჩევნების. საარჩევნო სიით მაგალითად. არა, ჯერჯერობით ამაზე არ თქვი. ფრონტი, ბატონო, არა, ამაზე არ ყოფილა საუბარი თქოს არ გეტყვით, თუმცა ერთ რამეში ვარ მკაფიოდ დაწუნებული, რომ სიზარღვები უნდა გაფართოვდეს, ტრომბი უნდა გაიხსნას
და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თავამ ოპოზიციონერმა პარტიამ მამათქანის ენაზე თქვით, მაგრამ მე მითხარით რა როგორ უნდა გავიგოთ ეს ამბავი. ნაციონალური მოძრაობა უკვე მე ვფიქრობ რომ ასეთად დაინახა ძალიან ბევრმა ჩვენმა პარტიამ. უნდა იყოს ზად არის გახსნილობისთვის. გასაგებია, ძალიან საინტერესოა. ზად არის გახსნილობისთვის. საგამდე არის ზად. წითელი ხაზი სადა. პირდაპირ გეტყვით რა ხახტო რა, იცით რა კამათი დავით არაბა შიგნით პარტიაში პარტიის მიღმათა სხვადასხვა პარტნიორებთანაც იქნება, არის და იქნება, მაგრამ ჩვენ პრობლემა მასშტაბში უნდა დავინახოთ და არ დაგვაუწყდეს ხახტო. ჩვენ ხელიდან გვეცლება სახელმწიფო. მართლაც გვეცლება. კარგი, ვის მოდი შემოერთებაზე დავიწყოთ. რა წითელ ხაზებზე ეს ვილაპარაკოთ. დავუსვათ შეიძლება. მრავალსაუკუნოვანი, რა ვიცი, ბრძოლის მონაპოვარი გვეცლება ხელიდან, თავისუფლება, რა ვიცი, დამოუკიდებელი ქვეყანა აეზდებს. ვინმე ნატასულაქველიძე ძალიან გულშემატკივრობთ და გეუბნებათ რომ პროვოკაციულ კითხვებს ვკისვავ და ნუ პასუხობ და მე მინდა რომ დაგიჭიროთ. ქალბატონ ნატა, მე მგონი პრობლემა გაქვთ გააზრების, მაგრამ მაინც ხო, არა მე ამ წუთში გადაიჭერით თქო არ მithქვამს ძალიან დიდი ბოდიში. თუმცა ესეც შესაძლებელია თქვენ თუ გადაწყვეტ. მე სხვა რამეს კითხულობთ. ვინ მოდით ეს გავაკეთოთ რა. საინტერესო აბსოლუტურად გეთხოვებით, მაგრამ დავასრულებ. იმიტომ რომ იცით რა, მხოლოდ ვიწრო პარტიულ პრიზმაში და პრიზმინდა ყურება. რო იცით რა, ეხლა მე აი ამ ჯანდაცვის მინდის გადმოვაგდებ და ეხლა ჩემი პარტიის წევრი მიიღო ჯანდაცვის მინდის რა. მნიშვნელოვანია ხა ეს ყველაფერი პოლიტიკა კეთდება ასე. აი პირობითად ვამბობ იგივე არანაირი მინისტრი არ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. სასწორზე სხვა რაღაცა დესვეთქი რა. ძალიან ბევრს გვაერთიანებს, შემდეგი რა, ორი ძირითადი რამ გვაერთიანებს. არა პუტინს და არა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. აი ამ ყველაფრის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და მე დაწუნებული გავერთიანდეთ. თქო, დეტალებია მნიშვნელოვანი, ხო? ტაქტიკაში როგორ გამოიხატება ეს სტრატეგია, ხო? გაფართოება. რას გულისხმობთ? მე მეკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მაგალითად, ხო? მისაღებია ეს თქვენი გაფართოებისთვის. ჩვენ არ გვისაუბრია ამაზე. არ გისაუბრეთ, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ ვინ შეიძლება იყოს მე ვთქვათ? რესპუბლიკელები გასაგებია. ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ჩვენ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად როგორც 1000 ადამიანი ვიბრძოდით, ხო? 20 ივნისს, ანუ პროტესტის გამოსამოთ ერთობლივად. არა, იქ არ არის მარტო ირაკლი ოქრუაშვილი. გუბასანიკიძის პარტიაც არის ეს, კოტეკემულარიას პარტიაც არის. არჩევნებში ერთად მონაწილეობა უკვე აბსოლუტურად სხვა საკითხია, რაზეც საუბარი ხა არ ყოფილა. ტაქტიკა როგორია? ერთიანდებით ერთი სიით თუ ცალ-ცალკე როგორც ევროპული საქართველო ამბობს. მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა რა თქმა უნდა გავერთიანდეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად. სია კონდეთ საერთოდ ბლოკებს. ყველასთან ვერ იქნება, ბუნებრივია. რას ნიშნავს ყველასთან? ანუ არიან პარტიები რომლებსაც მიაჩნიათ, მაგალითად ხა ევროპული საქართველო. არ ვერ იქნება, იმიტომ რომ მათ არ უნდა. დიახ, ამას ვამბობ. ვერ იქნება, ანუ არ იქნება, იმიტომ რომ მათ ასე მიაჩნიათ, რომ არ იქნება ნიშნავს თქვენ ბუნებრივი არა. არა, ნუ კი ბატონო, არ იქნება, ან ვერ იქნება. წითელი ხაზი რომელ პარტიებზე გადის? ნუ ეხა რუსულზე მხოლოდ მეტი არანაირზე. აი შალვა ნათელაშვილი მემარცხენე პარტია შეიძლება თქვენ სიაში ვიხილოთ? ნუ ეხა შალვა ნათელაშვილი, ბატონო შალვა ნათელაშვილი. რო არიზავს ამას ვიცით, მაგრამ პირობითად. აქტივისტები დაუდასტურო მას, მაგრამ ნუ მისი ალბათ თავარი ერთ-ერთი მახასიათებელი ლეიბურის პარტიის არის ის, რომ ბუდნივად ისინი არჩევნებზე გადიან. არჩევნების შემდეგ კოალიცია შეიძლება იყოს შალვასთან. მე ვფიქრობ, მე არანაირი პრობლემა არ პირიქით. გასაგებია. ევროპული საქართველო. საინტერესო არის თქვენი შეფასებები ევროპულ საქართველოზე, დიდი ხანია არ გვისაუბრია. ცოტა დაიძაბა ურთიერთობა თქვენ შორის. დაიძაბა რა, აი გაჩნდა დაძაბულობის პლატფორმა უცნაური სრულიად თან ამ ეთერით ამ სტუდიაში დაწყებული ეთერით. რას ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე? შესაძლებელია, რამდენად შესაძლებელია თქვენი თანამშრომლობა, რა ფორმატით არის შესაძლებელი და თვითონ ისინი ამბობენ, რომ უმრავლესობაში შეიძლება, ანუ ჩვენ შეიძლება შევქმნათ მთავრობა მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციიდან არ გვექნება. მოგე ბატონო, აქაც გუგებ, მაგრამ რა სიტყვიან, ეხა ჩვენ ხმა მომეცით და უბრალოდ მომეცით და ხო გასაგებია. მეც რო ვიყო ალბათ იქ ვიტყოდი, რომ ჩვენ უბრალოდ ეს არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ტექნოლოგია, ხო? გასაგებია, ხა რამდენად მოახერხებენ, ამასაც ყველანაირად დავინახავთ. თუმცა ეხა ევროპულ საქართველოსთან ეხა თუ კი ვინმე იყო დაპირისპირებული მათ ლიდერებთან, ხო, ალბათ ერთ-ერთი ვიყავი მე თუ არა. რატომ? ხო, რატომ? 2017 წელს, როდესაც ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასე შემდეგ, ჩემი ბევრი განცხადება, ბევრს ალბათ ახსოვს, მაგრამ ნუ მაშინ რაზე იყო დავით არაბა, ხო? ამას არ შევეხები, მაგრამ რა იდო სასტორზე. მუნიციპალური არჩევნები იყო და მუნიციპალურ ნაგავს უფრო მეტი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი გაიტანა თუ ევროპული საქართველოს საკრებულოს წევრი გაიტანა, ხო?
ვინ უფრო ასე თქვა დააგებდა მეტ ასფალტს ისინი თუ ჩვენ გასაგებია მაგრამ ხახდო ეხლა აბსოლუტურად სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აქ მე ვცდილობ და მე მგონი ალბათ თავად ხარ ეროვნული საქართველოს მატყობს რომ ვიყო მაქსიმალურად კონსტრუქციული მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაღაცა კატეგორიულად არ მომწონს. არ მომწონთ მათ შორის ახლა ეგ არ არის მნიშვნელოვანი. დიახ, მაგრამ ახლა სტრატეგიულ საკითხებში ჩვენ ვთანხმდებით, არ არის აუცილებელი ჩვენ რომ შევრიგდეთ და არც ვთვლი რომ მე მათ ლიდერებთან შევრიგებულ ვარ პოლიტიკურად. უბრალოდ მე მგონია უნდა მოვრიგდეთ. უნდა მოვრიგდეთ რაზე? რომ ჩვენ შვილებს უტოვებთ ტვირთად ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის თუ ამ ფუნდამენტურ ეგზისტენციალურ პრობლემას ვაგვარებთ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ. ამაზე უნდა მოვრიგდეთ. ეხლა ვინც ვერ მორიგდება, ხო? ეს ყველაფერი საშკაროზე გამოვა. მაგრამ მე რაც არ მომწონს ეხლა ხო იგივე ეროვნულ საქართველოს რამდენიმე ლიდერ შეეხება. არის ის რომ განსთან რჩება მაგალითად აქ თქვენთან სტუდიაში არიან ხოლმე თითქოს აი პროვოცირებენ და ცდილობენ რომ რაღაცა სტრატეგიულ ამოცანა დიახ იგივე ბოკერია ამოცანა დაისახოს ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია. ანუ გიგა ბოკერია ჩემი გადმოსახედიდან ახლა არაფერი პიროვნული მიმაჩნია რომ იგი ცდილობს რომ სტრატეგიულ ამოცანად აქციოს ნაციონალურ მოძრაობასთან ომი პოლიტიკური და საარჩევნო ტაქტიკა იყოს დისკრედიტაცია. რატო ხახნო როგორც თვითონ ამბობენ განსხვავებული ჩვენება არის ერთი წამით განსხვავებული ამოცანა გავიგეთ მაგრამ ტაქტიკური ამოცანა გასაგებია სტრატეგიული დისკრედიტაცია ხო როგორც დისკრედიტაციას არ გულისხმობ მაინც და მაინც ისინი ამბობენ რომ ეს არის სტრატეგიული ამოცანა ბიძინა მაგრამ ტაქტიკური ამოცანა მათ ამ საარჩევნოდ აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან განსხვავების ჩვენება არა კი ბატონო აქვს არა პრობლემა არ მაქვს ორი ხელი აწეულია. აბა ბოკერია რა შევა? არა პრობლემა. მე რჩება განცდა და შტაბეჭილება და მგონი არც თუ უსაფუძვლოდ რომ მაგალითად ბოკერია არც თუ ისე იშვიათად სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას, მაგრამ ამას შეიძლება ამას მიზანი თქვენი აზრით. არ ვიცი, ვერ გეტყვით. თავშივე არასტორია, იმიტომ სტრატეგიული მე ვიცი ბევრი ევროპული თქვენი თანაკოალიციელი ქალბატონი ჩარკვიანი ამბობს მაგალითად რომ მოსყიდულია ივანიშვილის მიერ და მათ თამაშს ბევრი ევროპული საკომენტარი უნდა გავაკეთებ აუცილებლად ეხლა არ გაგიცევით და ის ამბობს თან რომ ბევრი ევროპული საქართველოს წევრი არის ჩემი მეგობარი და მე ურთიერთობა 17 წლიდანაც არ გამიწვეთია ხო და ზუსტად ვიცი რომ საერთო პასეულობები და ღირებულები ჩვენ გაერთიანებს ზუსტად ვიცი კი ბატონო მათ შორის ასე ვთქვათ ლიდერთა რიგებშიც თუმცა ნუ ამ ცალკე აღებულ პოლიტიკოს უბრალოდ ვერაფერი ვერ გავუგე სიმართლე გითხრათ აი ბატონო ვერაფერი ვერ გავუგე უბრალოდ აი მართლა რა უნდა ვერ გავიგე გასაგებია რომ განსხვავება უნდა აჩვენო მაგრამ არა იმდენად რომ უნებლიეთ დაასხა ივანიშვილის წისქვილზე წყალი ხო ამეთერში ხარ რომან გოცირიძე მოვიდა სხვა რაღაცას სალაპარაკოთ და ეცა ეხლა მე რომან გოცირიძეს ადგილზე ყოფ ბატონო რომან გოცირიძე არის უწესიერესი ადამიანი უგანათლესებულესი ადამიანი რომელმაც ელემენტარულად შოკი მიიღო არ ელოდებოდა ადამიანი გასულ აგე ბიზნესი ყავს ასე ვთქვათ დასამარცხებელი და უცბად ბოკერია რა სიზავდით რომ ყოფილიყავთ მისაზე საკადის პასუხს გავცეთებ რა თქმა უნდა პოლიტიკოს შეუძლებელია იმიტომ რომ ამ ბრძოლაში არა გასა მაგრამ იმდენად წესიერია ჩემზე წესიერი ადამიანია და ჩემზე კულტურული ადამიანია დიახაც ბატონი რომან გოცირიძე და თავის თავს არაკადრა პირველ რიგში და ეს ნათლად დაინახა საზოგადოებამ რომელიც იმ დღეს თქვენ ეთერში გიყურებდათ ეხლა ჩვენი თავები სიცოცხლე ოჯახის წევრების სიცოცხლე გვიდევს ამ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკითხებს არ არის განხეთქილი უბრალოდ აი ბოკერია რატო ქმნის ამის ურთიერთობაში ევროპულ საქართველოსთან აი რატო ქმნის ეს არა ეს ეთხოვა ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც და მომხრეებსაც მათ შორის სოციალურ ქსელებში რომ ბოკერიას განცხადებები და არა მხოლოდ რაღაცა გარკვეული ადამიანების მასთან ერთად ქმნის ამინს და განწყობას ევროპულ საქართველოსთან თქვენი ურთიერთობის. მაშინ როცა ევროპული საქართველო დიდი პარტიაა და ბევრი ლიდერი ყავს თან გამოკვეთილი სახეები, რომლებიც მასვე აზარალებს მისივე პარტიის წევრებში თქვენი ამდენი ყურადღება არა კიდევ ერთხელ ხასვს რა ყურადღება გკითხეთ და პასუხობთ არ არის თქვენ კონკრეტულად არ გულისხმობთ რა პარტიიდან ესეთი არანაირ მე ხა მიშა სააკაშვილთან მიმართებაში მაშინ არ მომეწონა ხო ყველაზე მეტად მიშა ეს არ ვიცით რა არ მომეწონათ არ მიშა სააკაშვილის
ანუ პოლიტიკურ ლიგაში არ თამაშობს გიგა ბოკერია. პირდაპირ გეუბნებით და მიშა სააკაშვილი კომენტარებს არა პოლიტიკურ მიშა სააკაშვილი არ ერთგვარი მიშას არა რას ვამბობ არა არის ჯერ საერთოდ გიგა ბოკერია. არა მიშა სააკაშვილი არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გიგა ბოკერიაზე. მართლა არ უნდა აკეთებდეს თვითონაც იმ საკითხს გაკეთე რაც არ მომეწონა ნამდვილად არ მომეწონა ლიგაში თამაშობს. არა ეხლა მიშა სააკაშვილი მართლა იმიტომ გერო ვერ დავაყენებ ეხლა რა მნიშვნელობა მიშას და გავიგე რომ ვერ დააყენებს გავიგე. ამიტომ გიგა ბოკერია კი არ კნინდება მიშა სააკაშვილი. გავიგე არ პასუხობ შეკითხვაზე ესეც გასაგებია. არა შინაარსი არ მოგეწონა. არ მომეწონა ფორმა ნამდვილად არ მომეწონა. ფორმა არ მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი აი მიზნად აქვს დასახული რომ ეს ყველაფერი გამოიწვიოს მუდმივად. ანუ ორომტრიალი იყოს გადავლახეთ ეს ურთიერთობა, დაძაბული ურთიერთობა, რბილად ვთქვა დაძაბული ურთიერთობა. კიდევ ბრუნდებით აკო ჩარკვიანი შეკითხვას მაშინ ეს მიზან დასახულობა. ევროპულ საქართველოს მართლაც მეორე ტურში გამოუცხადა ხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს რაც დასაფასებელია და სხვაგვარად დარწმუნებული ვიყავი რომ არც მოიქცეოდნენ, მაგრამ ეხლა ფინიში სწორს ვართ, ხო? ფინიში სწორს ვართ. რაკნა აბა მითხარ. ბოკერია გააჩუმა როგორც პარტია. ვერ გავუგე და არც ვცდილობ რომ გავიგო ანატომია რატო აკეთებს ამას. უბრალოდ მე მგონია რომ ეს არ ადგება ამ რაღაცა პროდასავლური მნიშვნელოვანი ფასოლების და ღირებულებების გაფრთხილებას ხო ხო რა ვიცი კი ბატონო ის ხანერად აქ რო იჯდეს ეხა იტყოდა რომ ჩემი ამოცანა არის განსხვავება ვაჩვენო სხვა მიმართულებით ეკონომიკის სფეროში და გასაგებია განსხვავებებზე ლაპარაკობთ თქვენ ამ სტუდიაში და მე მადლობას გვეუბნებით რომ ეს შესაძლებლობა მოგეცით კი ბატონო კიდე ბატონო სხვა რამეს გეუბნები მადლობას გვეუბნებიან მე ორივე მხარე რომ ეს შესაძლებლობა მივეცით რომ განსხვავებები მაყურებელს დაენახა მოგცემთ კიდე ეს შესაძლებელია მაგრამ ამის მიღმა რაღაცები ხდება რაღაცებზე ხა თქვენი ლაპარაკეთ და ზუსტად მაგას ვლაპარაკობ. მიზანდასახულობაზე ილაპარაკეთ და აქ ალბათ ჩარკვიანმა თქვა რომ ეს მოსყიდულია ესე იმიტოა ეს მიზანდასახულობაა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნუ ახლა ეს დაუსაბუთებელი განცხადება იყო მოსაზრება ალბათ უფრო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის რომ მან თქვა რომ მე არ ვითანამშრომლებ ამ ძალასთან. მე დარწმუნებული რომ საბოლოო ჯამში თაგო ჩარკვიანისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ფიაო საქართველოს დამოუკიდებელმა დროშამ და ამ ქვეყანას შეინარჩუნოს და განამტკიცოს სუვერენიტეტი რის საფრთხის წინაშეც დგავართ ვიდრე დაუშვათ ერთი ან ორი რომელიღაცა პარტიის ლიდერი ამაში ვარ დარწმუნებული ეჭვამეპარება ქალბატონი თაკოს პატრიოტიზმში და პრიორიტეტების ასე თქვა განსაზღვრა მას არ გაუჭირდება ნამდვილად კარგით მიშა სააკაშვილის როლი ამ ყველაფერში, მომავალ არჩევნებში, ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. აი, როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? სად არის მიშა სააკაშვილი ამ დროს? მიშა სააკაშვილი, იცით, სად არის და არის ცენტრში, მაგრამ ზემოთ როგორც ცენტრში, მაგრამ გულისხმობს შემდეგ. მიშა სააკაშვილი მისაუბრია და ვიცი მისი პოზიციაც. უბრალოდ ხდება ხოლმე რომ შესაძლებელია სხვაგვარად დადის გზავნილები მოსახლეობამდე და მისი პოზიცია ვიცი მიშა სააკაშვილს ცენტრში მიშა სააკაშვილის ცენტრში ყოფნა იმას კი არნიშნავს მიშა სააკაშვილის ან ყველაზე ან მასზე რაღაც ამ პრეზიდენტობა უნდა ან პრემიერ-მინისტრობა უნდა და მიგეთ არის მიშა სააკაშვილის სისხორცელულად უნდა იმ პრობლემების გადაჭრა რომლის ნაწილიც ჩვენ უკვე ვახსენებთ მარტივად. არა ივანიშვილის გაშვება, ხა ისე ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის გაშვება, როგორც ახლა ერთი პოლიტიკოსის ხელისუფლება კი არა, ამ ქვეყნის გადარჩენა. არა, ბიძინა ივანიშვილის გაშვებაში გულისხმობ. კი ბატონო, ამ ქვეყნის გადარჩენა. ამის შემდეგ ახლა მიხეილ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა ქვეყანაში დაბრუნების და დარწმუნებული ვარ ნორმალურ აი ახლა პოლიტიკურ ცხოვრებაში აი ახლა მოდით ისევ ნიკა წარმოვიდგინე ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ინტერვიუა პირდაპირ გეტყვით რა ძალიან საინტერესო და მართალ გითხრათ არ ელოდებოდით არ ველოდებოდი არა მიხარია ის რომ აი ახლა ეს არის ინტერვიუ სადაც პოლიტიკური ლიდერი ლაპარაკობს ნამდვილად ანუ ხალხში ურთიერთობაში თქვენ ეს ბევრჯერ გამოვავლინეთ ანუ ეს გაქვთ ქარიზმატულობა და ხალხზე გავლენა რაც ლიდერისთვისებაა და არა ყველა ლიდერსთან, მაგრამ ეს ინტერვიუ მომწონს, იმიტომ რომ სწორი ხაზებია, სწორი შეიძლება მე არ ვეთანხმები რაღაცაებს, მაგრამ სწორად ადრესირებთ მოგეწონათ. ეს იშვიათად ხდება. არ დაგიმალავთ. ნიკა, მიშა სააკაშვილთან რომ აი ვის აქვს სწორი ხაზები და ვის შეუძლია კომუნიცირება და მიშა სააკაშვილს ხო ლიდერია ნამდვილად დაბადებულია ლიდერად ხო და არსებობს ამ ფორმით. მიშა სააკაშვილს აი ზუსტად იმიტომ რომ ლიდერია და დაბადებულია ლიდერად და არსებობს ამ ფორმით, ყოველთვის ექნება ამბიცია რომ იყოს მთავარი ქვეყანაში. ამ ამბიციაზე როგორ მიშა სააკაშვილი არა უბრალოდ ლიდერი, ხო?
მიშა სააკაშვილი ჩემის აზრით უნდა დაადგეს და დგას კიდევაც უბრალოდ ეს აი თავში ვახსენე ზოგჯერ არ ჩანს ისე როგორც მასაც უნდა რომ იყოს. პოლიტიკური პროცესების ზემოთ უნდა იდგეს. ეს ადამიანები აბსოლუტურად ხო ბოკერიასთან დაკავშირებითაც შენ სხვა ლიგის მოთამაშეებზე რატო ხშირად კამათოთ, ხშირად სხვადასხვაობა გვაქვს, მაგრამ ეს არის სააკაშვილთან კამათი ბუნებრივია ვინმეს ესაა ცუდი რატო შეუქრეს ამ ადამიანს იმიჯი თვითონ არ შეიძლება მიშა სააკაშვილი ქონდეს კამათი, მაგრამ კამათი რის ფარგლებში, ჯანსაღი პროცესის ფარგლებში. როგორ უნდა დავძლიოთ კრიზისი და როგორი პოლიტიკური გაერთიანება ამ შემთხვევაში ასევე გვინდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია. ხო იცით რომ მიშა სააკაშვილი ქვეყანაში რომ დაბრუნდება, მოდი ასე სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, შორს რო არის, არა მე არ დარწმუნებული ვარ რომ ბევრი პრობლემა ეხა ვტები და ზოგჯერ მეც გავცხარდები და ხუბობთ ხოლმე სააკაშვილთან ამას ამბობთ ანუ ანუ კამათოთ რა თქმა უნდა ხმამაღლა მათ შორის გაცხარება მე თქვენი მინახავს იმისის არა ასეთი იყო ხელი ხუბობთ ხმამაღლა მაგრიმატია კი ბატონო რა არ არის დასამალი გამოხდა მე ხმამაღლა ჭუბიც არ არის დასამალი კაცებს შორის მაგრამ ერთი წამით და შეთანხმებები სააკაშვილს ხშირად გითმო საბოლოო ჯამში აი რაც მოვდივარ რაც მასში არის დასაფასებელი ნამდვილად და ვინც მიცნობს პარტიაშიც ახლა გულწრფელ სიტყვებს ამ ჩემსაც დაიჯერებს მას აქვს შემდეგი უნარი რომ იმ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს რომელიც არის სწორი ანუ შეუულია სწორი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუულია რაციონალურად სხვა აზრზე გადავიდეს ახლა ხსენით ვცდილობ ჩემი დამოკიდებულება სწორი გადაწყვეტილების მიღების გზაზე ხო შესაძლებელია სხვადასხვა ჩიხებში შევიდეთ. მათ შორის მაგრამ საბოლოო ჯამში რომელ ჩიხში შეხვედით ბოლოს გაიხსენეთ რა. ბატონო რომელ ჩიხში შეხვედით ბოლოს გაიხსენეთ. აი ბოკერიასთან ურთიერთობის გარკვევა ჩიხი იყო ესეთი ოდნავ არა ჩიხი რასაც ქვია არ თუმცა იცის რომ არ მოვიწონე მაგალითად აი ამას დაგირეკავ და გითხრათ რომ რატო გამოხატე არ კომუნიკაცია არა რა თქმა უნდა არა ეხლა ამ დაგვარ ჩემი პოზიცია და ოფისი რომ მან არ თქვენ ამბობთ რომ სააკაშვილი არის მაღალი მიმღეობის კაცი მან თავისი კი მაგრამ მათქვევით თუ შეიძლება მიწება მაგრამ ეს ხშირად მოგიწევთ ჩემ მე ხნობილი ვარ იმით რომ გაწყვეტილება ადამიანი არის სხვა ქვეყანაში განდევნილი ხო ეხლა მე ვარ აგერ შუაგულ თაწმინდაზე ვერაზე გამოკეტილი სამოთახში და იქ მიჭირს მიუხედავად იმისა რომ მეგობრებთან მაგ შესაძლებლობა და აგერ საქართველოში ვარ და ქართულ მიწა წყალზე დგავარ და მაინც ძალიან რთულია და ეხლა იყო განდევნილი ქვეყნიდან და ყველაფერი დაინახო არ ვიცი იმ სიზუსტით რა სიზუსტით აქ ყოფრი დაინახავდი ხო შეუძლებელია ხო პლუს გონია რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ეხლა მართლაც გადაჭრების გარეშე დიდი გამოცდილება მიიღო მათ შორის ეხლა ის ცხოვრებისეული დისტანცია რომელიც მან უკვე დაფარა ხო 26 მეტრის იყო როგორ თუნდაც იგი პრეზიდენტად აირჩიეს ხო ეს მიშა სააკაშვილი ასევე ახალგაზრდა 51 მეტრისა თუ არ ვსწრები ხო 51 წლის არის ხა ბევრი რამე სხვა დაინახა ბევრად უფრო სწორი ასაკია ისე პრეზიდენტობის ბევრად უფრო პოლიტიკურად ჩემ გემოვნებაში დაღვინებული პოლიტიკოსია უბრალოდ ეხა იყო რევოლუციონერი და არის რევოლუციონერი მაგრამ ეხლა რევოლუციონერობით უნდა დაბრუნდეს სხვა რაღაცას ვამბობ არა 2003 წელს ბუნებრივია დათური სამსახური ამაზე წყდება ხშირად გული და არასდროს არ გაგვწევ ბევრმა თანაგუნდებმა დათური სამსახური მას გაუწია რომელიც კიდე მოხდება ყოველთვის ხდება გუნდელების ჩვენ რიგებში აღარც არის მაგრამ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ მისი დაბრუნება პოლიტიკური დაბრუნება ამ შემთხვევაში ამას გულისხმობს სახელმწიფო დაბრუნება მე მიმაჩნია რომ უნდა იყოს ორსვლიანი კომბინაცია აბა ბზანეთ უკვე საინტერესო რაღაცეებზე გადადიხართ. მიშა სააკაშვილი ჩამოდის და მერე ვიმარჯვოთ. არა, ეს ძალიან მაგინებენ თქვენი მომხრეები, მაგრამ ხო ხედავთ რა მნიშვნელოვან რაღაცეებზე მიგიყვანეთ. არა, იმიტომ რომ გაწყვეტიებთ ხშირად, მაგრამ ეს ორსვლიანი კომბინაცია უნდა იყოს. მიშა სააკაშვილი ჩამოდის და მერე ვიმარჯვოთ, არა, ვიმარჯვოთ და მერე მიშა სააკაშვილი ჩამოდის. აბა, მითხარით. ორსვლიანი როგორ არის ეგ? ანუ არის ახლა ჩვენ ხარდაჭერებში იგივე პოზიცია, ჯერ მიშა სააკაშვილმა ჩამოვიდეს, გაუგებარია როგორ უნდა ჩამოვიდეს, ახლა ხო? თქვა მან ჩამოვალო.
გასაგებია, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ მე მაგათად ვეთანხმები და საფრთხეში უნდა ჩავაგდო ადამიანები. ემოციური განცხადებებია? არა, გასაგებია, ჩამოვიდეს. არ უნდა ჩამოვიდეს თქვენი. როგორ ჩამოვიდეს, საზღვარს მოადგეს და იქ პოლიციას დაუწყოს ჯაჯგური? ანუ შეიძლება ისე ჩამოვიდეს, რომ ვერ გაიგოს პოლიცია, მაგრამ მე შეიძლება დაიჭერონ, ხო? ანუ თქვენ არ მიმაჩნია, რომ მიშა სააკაშვილის სტუდიაში თქვა, რომ ის არ ემხრობა ჩამოსვლას და უსაფრთხოების პრობლემების ეშინია. თქვენ მას არ არის უსაფრთხოების ასე თქვა. ნუ დაჭერის მათ შორის. არ ეშინია, უბრალოდ მგონია. ზალს ეშინია, მას კი არა. მიშა სააკაშვილის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი მათ შორის მის ერთ დროს დაუძინებელ ასე თქვა მოწინააღმდეგესაც აქვს პოზიცია, რომ მიშა სააკაშვილის გარეშე ბიზინა ივანიშვილის დამარცხება არის გამორიცხული, ხო? ჩამოსვლის გარეშეო? არა, იქ ყოფი მიშა სააკაშვილისაც, ხო? თუნდაც. მაგასული მგონი ყველა თანხმობა. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ შევწევს ძალა ჩვენს პარტნიორებთან ერთად განახლებულ, აბსოლუტურად განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას და ესეც ალბათ ჩვენი პრობლემაა, რომ ვიღაცეებში ჯერ კიდევ ვერ ტოვეთ, აი აღარ მოწონთ და აღარ მოუტრიალდებათ გული არასოდეს ბიზინა ივანიშვილისკენ და ქართული ოცნებისკენ ფუნდამენტური პრობლემების გამო, მაგრამ დაკვირვების ქვეშ ყავართ რა. აბა აი გვაკვირდებიან, ესენი მართლა შეიცვალენ თუ არა. გავიგე. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ აქ, ანუ გარეთ არის მიშა თქვენ ხარ ჩვენ უნდა მოვიგოთ, მე მაქსიმალური თანამშრომლობით ჩვენ ანუ ახალი მთავრობა ერთი წავით. მოდი გავიაროთ პროცესი, ხო? ეს ორშაბათი კომბინაცია როგორც თქვენ ამბობთ. რა კი იქამდე მიხვედით? ანუ წამშოვანი რამე თქვით ახლა თქვენ ბევრი მომხრისთვის, ახლა თქვენი გინებას დაიწყება, ვინც არ გეთანხმებათ იმაში, ხო? ანუ ორი როგორც ამბობენ ბიზნეს მიმართავ ხა? კი, აი აბა ჯერ ახსენით და მე გავაგრძელოთ. თუ მაცდი გეტყვი ხა ძალიან მოკლედ. ეს არ არის. არის რა, გლობალი გაბატონებული მოსაზრება. ერთი გაბატონებული მოსაზრება რა არის, იცი? ხო, გაბატონებული მომეწონა. არა, იცით რა, ხარდაჭერები მათ გამო მე არც ენერგია, არც დრო და არც არაფერი დამიკლია რა, ჩვენი ხარდაჭერების რაღაცა ნაწილი ამას რომ მიშა ჩამოდი. გამიგეთ? აი როგორ უნდა ჩამოვიდეს სადეპატიჟები ხო კი უნდა ჩამოვიდეს ხო გავაქტიურდეთ მოვიგოთ და მე ჩამოვიდეს ეს ჩამოვიდეს და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა გავაგზავნოთ ახლა ერთი წამით გავაგზავნოთ მოიგეთ არა პირიქით გავიგე მოიგეთ ჩამოვიდა ჯერ არ არის თავრობის ფორმირება ხდება მის გარეშე ხო სწორია. ანუ არის ახალი მთავრობა. მერე მიიღება გადაწყვეტილებები ალბათ ამნისტირებაზე თუ გათავისუფლებაზე თუ მოხსნაზე ბრალების და ასე შემდეგ და მიშა სააკაშვილი ჩამოდის და ის არ არის ახალ მთავრობაში, ხო სწორია? ზუსტად. მერე რა ხდება? ზუსტად მერე თქვი უკვე ორჯერ თუ სამჯერ ნორმალურ პოლიტიკურ სამომრჩეველთან. რა თქმა უნდა ნორმალურ და 4 წლის შემდეგ იღებს ახალ არჩევნებში მონაწილეობას. მერე გამოჩნდება უკვე რა. რა თქმა უნდა ხა იგივე დარეგისტრირებული როგორც სუბიექტი საარჩევნო და რასაც უნდა იმას გააკეთებს და იმ ხარდაჭერას თუ მიიღებს. რასაც მიიღებს ჩვენ რა თქმა უნდა იქნება ისე, მაგრამ მე დაწუნე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ამ ჩემ მოსაზრებაში დავარწმუნო მიშა სააკაშვილი. და მე დაწუნე, იმიტომ ესე უფრო სწორი არის. დარწმუნოთ რომ არ ფიქრობს ეგრე. არა, დარწმუნებული ვარ. ჩემ ყველა კითხვაზე მიშა სააკაშვილი ყოველთვის ამბობს რომ ჩემთვის სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, რისიც მე არ მჯერა რომ შეუძლებელია პოლიტიკოს აქტიურს არ ქონდეს მნიშვნელობა თანამდებობისთვის მიშა სააკაშვილისთვის. უნდა ქონდეს ამას მნიშვნელობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მას ბევრი რამე აქვს ამ ქვეყანაში კიდე გასაკეთებელი. პირდაპირ ვამბობ ამას. როგორ და რანაირად ეს თქვენ ბრძანეთ და რომ ცხოვრება მათ შორის სქემას დაეთანხმება სხვა მთელი პოლიტიკური ცხოვრება მას აქვს მე არ მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა რაღაცა გადამწიფდა დამაცადა და პირიქით უკეთეს ასაკში არა მინდა გავამართოთ ახლა მაგრამ არა ახლა მემაქებენ მაგრამ ეს მაინტერესებდა რომ გეთქვათ ეს არავის არ უთქვამს ნაციონალური მოძრაობა ამას სულ არ იგებს მიშა სააკაშვილის მინდა გითხრა რომ ამბობდა რომ მიშა ჩამოვიდეს კარგი ასე მე მინდა კონსტრუქცია დაიდო ნაციონალური მოძრაობის როგორ ხდება ეს ამბავი ხახტო. ტექნიკურად როგორ ხდება? მოდი პირდაპირ რა, როგორ ხდება? ვერ ხდება რა, რა უნდა რა, არბარეტების უნდა ვისროლოთ თუ რა უნდა გავაკეთოთ? არა, თქვა კომშები და ასე გარეთ და ასე. არა, ერთი წუთი. იმარჯვებ. არა, ხო და ტექ ჩამოდი რომ უნდა გადაიდე გარეთ რევოლუცია ადამიანზე, რევოლუციას ხსნასო აქვს სააკაშვილი. ადამიანზე. დაჭიმული ზამბარების პირობებში ყოველთვის ლიდერია სააკაშვილი. ადამიანზე დევნია, მაგრამ ეს ადამიანი არ არის ქვეყანაში ხახტო. არ გავიგე. რომ ერთი საათია რომელიმე არის არა. აერით. გასაგებია, მაგრამ მე ვემხრობი და ტკიცებ ჯერ ამ ყველაფერს ამ გზას. გასაგებია. ამით ჩვენ ძალიან ბევრს მოვიგებთ. გავიგე.
ძალიან ბევრს მოვიგე. მე მაინტერესებდა მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებრივ პლანში, რომელთა როლიც არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტ მომენტში, გადაწყვეტ მომენტში საერთაშორისო საზოგადოების როლიც და პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ირიბათაც არ უწევთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რომ ესენი მოდიან არეულობისთვის. ხალხო, ჩვენ გაცილებით მეტნივართ დღეს. გაცილებით მეტნივართ ქვეყანაში ის ხალხი, ვისაც არ უნდა ქართული ოცნება, მავნებელი რბილად ვთქვათ, ქართული ოცნება, ჩემთვის დამნაშავე ქართული, მოძალადი ქართული ოცნება, ვიდრე ქართულ ოცნებაში არიან და ვინც ქართულ ოცნებაშია, 80% მდგომარეობის გამო არის, რომ ზოგი არის, იმიტომ რომ ბიზნესი აკეთოს, ზოგი იმიტომ არის, რომ უბრალოდ სიდედრის დაქალი ბუღალტრად მოვაწყოს, გასაჯობლობა. აი, ამდენადაც კი წვიმადებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვერ შევძელით აქ მყოფებმა უკვე ფართო ფრონტით პროდასალობა ძალებმა, ხო? და დავამარცხოთ ოლიგარქი, ну მაშინ გასაგებია საოცრებების და რაღაცა. არ გვინდა არა, ამის გაგრძელება არ გვინდა, იმიტომ რომ საინტერესო დაწუნებული ვარ ამაში. ნარატივია, ასე ვთქვათ, შაბათის. ხარ დაწუნებული იმაში, მე ვარ დაწუნებული იმაში, რომ თვა აღარ ამომივა თავზე, ანუ თუ არ გადავინახე, ხო? ამაში ვარ დაწუნებული. ასევე ვარ დაწუნებული, რომ ბიზინა ივანიშვილის დავამარცხეთ, ხო? ესენი არიან მორალურად გამტყრები, პოლიტიკურადაც. არანაირი უპირატესობა ჩვენზე არ აქვს მათ. არანაირი უპირატესობა მეტიც ეფლობიან მათ ჭაობში, რაც სულაც არ მოხარებს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ჭაობში კი ბატონო, ჩაეფლო, რაც უნდა გააკეთო პოლიტიკურად, მაგრამ ეხა რაღაცა კლდის პირაზე გამიგე საიდანაც ხო თვითონ რასაც უნდა იქ ჩაეფლო ნიკა გავიგე ძალიან საინტერესო იყო ვეთანხმები არ ვეთანხმების ნაწილში არა ვარ იმიტომ რომ მე აქ არა ვარ მაგისტვის მე მგონია რომ იყო ეხა ჩემი ასე ვთქვათ ჟურნალისტური მონაპოვარი ის რომ პირველად ითქვა ზუსტი მიმდევრობით ის თუ რას ფიქრობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ესე ფიქრობს თქვენი პარტიის ლიდერები ესე ფიქრობენ? ბევრი ასე ფიქრობს, ბევრი შესაძლებელია სხვაგუნად ფიქრობს, მაგრამ ვიცი ბევრი ასე სწორე მე მიმაჩნია. მე ყოველ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ყველა ამაში დავარცხო. მიშა როგორ ფიქრობს თვითონ? მეც დარწმუნებული ვარ, მიშა ფიქრობს ისე, როგორც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს წაადგება ხალხი. მართლაც გონი, აი, მიშა სააკაშვილი ახლა ვიღაცაში რატო ტოვებს შტაბ-ბიჭერებას ამაზე ვიდე გამაწყვეტია როგორც ყოველთვის აზრი როგორც ყოველთვის არა ესეა საჭირო ამ გადაცემაში თითქოს აი მასთან კამათი შეუძლებელია მიშა რაღაც არის ადამიანი რომელიც ერთმომულად საერთო სხვა ტიპაჟია აბსოლუტურად სხვა 180 გრადუსით განსხვავდება და ესეც პრობლემა არის ამაზეც სამუშაოა რატო უნდა იგონოს რა ქვია ქალბატონ ცილალ თეთრუაშვილს ვინმეს რომ ასეთი არის იმიტომ რომ ქართული ოცნების კოორდინატორი მივიდა და მიუკაკუნა კარებზე ავის რაღაცა დუშეთში და უთხრა რომ მიშა სააკაშვილი ასეთია და არ არის ასეთი და შემდეგი მეტი სამუშაოა შეკითხვა დავით ბერძენიშვილს ციტირებ მან თქვა რომ მიშას გარეშე შეუძლებელია ბიზნეს დამარცხება მაგრამ მარტო მიშათით შეუძლებელია ბიზნეს დამარცხება ამას ეთანხმებით კი ბატონო ანუ მარტო თქვენი პარტია ამას არათუ დათო ბერძენიშვილი არათუ ნიკა მელია და სხვები ამას მიშა სააკაშვილიც ეთანხმება კი ბატონო სხვები ვინ არიან ჩვენ ეს ახლა ცოტათი გამოვიკვლიეთ სხვები ვინც იქნებიან მოვლენით ანუ თქვენ მზად ხართ კოალიციურ მთავრობაში მუშაობაზე არათუ მზად ვარ ეხლა მე ვიცით რა ერთი მხრივ ხადაგებდე რომ გაერთიანება არის მნიშვნელოვანი ერთსულოვნება მნიშვნელოვანი ერთმუშტად შეკრა არის მნიშვნელოვანი არა შერიგება აუცილებლად მაგრამ აუცილებელია მორიგება მართლა მორიგება მეორე მხრივ ეხლა სალკე რაღაცა პარტიზანულად ვიარო არ გამოვა უბრალოდ მნიშვნელოვანი არის გაერთიანება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ეს მოხდეს ხაზარაძე შეიძლება იყოს განხილული ხაზარაძე განხილული შეიძლება იყოს ეხლა რომელსაც ჯერ თავს დაესხა მიშა სააკაშვილი ცოტა გაუგებროთ, მაგრამ ეხლა ეს თავდასხმები აღარ არის. მოლაპარაკებაზე იქნება. არა, აშკარად გაჩერებულია, გამოკიდებული თავს არ ესხმის მისასალმებელია, იგივეს უსურებ გიგაბოკელიასაც, მაგალითად რომ თავს არა, იგივეს უსურებ ხაზარაძესაც, თქვენთან თანამშრომლობისთვის მზად იყოს და ამის შემდეგ არის ორი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი, რომლებიც სავარაუდოდ რაღაც პოლიტიკურ ერთში არ გულისხმობ, ანუ რაღაცა პოლიტიკურ მოძრაობებს თუ პარტიებს თუ სუბიექტებს მოკლედ შექმნიან და ალბათ რაღაცა მანდატებს აიღებენ, იმიტომ რომ ნულოვანი ბარიერი არის. ესეთი იქნება, ხო, ეს ნულოვანი ბარიერი რაღაცა ტიპის მოცემულობას, ხო, მანდატებს, ახალ მოცემულობას, რაღაცა მოდი ასე ვთქვათ, სათევზაო მანდატებს გააჩენს ორივე მხარესთვის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც და თუ ნაციონალური მოძრაობა იქნება ღერძი ნაციონალური მოძრაობისთვისაც, ხო? მაღალი ალბათობით და ყველანაირი მათემატიკით ნაციონალური მოძრაობა იქნება მთავარი ღერძი, ხო? აი ამ ორ პოლიტიკოსთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მათაც ვკითხავ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
იცით რა, დაბრუნდები იქ სადაც ვიყავი. ანუ მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხვდებიან სად ვართ და რადებს სასწორზე. და იცით ყვადაღებული გზავნილი რომ იცით ჩვენ არ ვითანაშორდეთ ნაციონალურ მოძრაობას თან მიხარია რომ სულ უფრო და უფრო იშვიათად მესმის. თუმცა საარჩევნო ტექნოლოგიას სულ უფრო და უფრო იშვიათად მესმის. მაგრამ არა წინააღმდეგი არა ვარ ასეთი მომცრო პარტიები შეიქმნას ეს ჩვენს დიდ ჩვენ დიდ პოლიტიკურ პარტიას უფრო ფორმაში გვამყოფებს თუნდაც მიდრეკილება გვაქვს მიდრეკილება გვაქვს საერთოდ რა შეიძლება მეტი ხმა ავიღოთ ხო და ნაკლები გავატაროთ სხვას წინა შემთხვევაში ეს ზიარი ჭურჭელია ეს ხმები არ დაიკარგება ანუ ვიქნებით აქტიურები დაგარწმუნებთ თქვენ როგორც ამორჩევას თუ ნაციონალურ მოძრაობას გაერთიანებულ ფორმატში მყოფს უნდა ოპოზიციის ფორმატში მყოფს და დაუჭიროთ ხარი ხმები წამოოთ ჩვენსკენ ვერ დაგვარწმუნებს ვერ დაგვარწმუნებთ წავა სადღაც არ დაიკარგება ბიზნესმენი მეშუთა აღარ წავა არასწავლა ფოკუსი მეტი სხვაგან საწავლა ბატონო დამასვავ რაღაცებს მე ხა მაგალითად არა ხო მე მანდატებს ვუსვამთ ხო აღარ თუ ალეკო ელისაშვილი და ანი დოლიძეს ნუ ალეკო ფიქრობს ვიცი უკვე რომ პარტია ჩამოყალიბოს ხო ანა დოლიძე არ ვიცი უკვე ხო რაღაცებს გავს მოძრაობა მე როგორც პოლიტიკოსი როგორც ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი ყველაფერს გავაკეთებ რომ რაც შეიძლება მანდატები პარლამენტში მათი ამორჩეველი რაც შეიძლება ჩვენსკენ წამოვიდეს ამორჩევას თავი დავანებოთ იქ ამე სხვა რა იქ უკვე ეხა ჯვარს ხო ვერ დავუჭერთ ერთმანეთად ჯვარი არ არის დასაწერი თავრობაა შესაძლებელი ველა პატრიოტი ადამიანი სწორად მზე პრობლემას არავითარ შემთხვევაში არ შექმნის რატომ უნდა კონდეს ეხა მაგალითად ალეკო ელისაშვილს ან ანი დოლიძეს პრობლემა ურთიერთობისა თუნდაც ჩემთან და ათობით სხვა პოლიტიკოსთან ხო რატომ უნდა კონდეს არ ვიცი რატომ არ ვიცი შეიძლება კონდეს თუ არა ეს სიტყვა მე რატომ უნდა კონდეს ეხა მე ალეკო ელისაშვილის განცხადებაც ბევრი არ მოწონებია ან დოლიძეს ეხა ან დოლიძე გასაგებია ხო ეხა პოლიტიკაში ალბათ აპირებს მოსვლას მაგრამ ჩვენ თუ ჩვენ ნაკლოვანებებზე ჩავეძიებით ერთმანეთს ვერ შედგება თანამშრომლობა კაი გასაგებია ნიკა ჩვენ მომართული ვიქნებით საერთო წერტილების დაახლოებისკენ ხო შედგება თანამშრომლობა ხახტო თორე ეხა მე დავასრულებ მიშა სააკაშვილი ხა მე მიშა სააკაშვილს 2008 წელს ხმა არ მივეცი არჩევნებზე და რატო არის მიშა ერთი წუთი რატო არის მიშა სააკაშვილი განსხვავებული პოლიტიკოსი ხო მე ამ მიშა სააკაშვილის პარტიაში არა იმიტომ რომ მე დავანახო მის სასარგებლოდ მიშა სააკაშვილის სასარგებლოდ მე მიშა სააკაშვილის პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვარ ადამიანი რომელმაც არათუ არ მიცახმა 2008 წელს აქციებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული ნუ ერთში მაგრამ მაქვს და ხო ამიტომ ხა მიშა სააკაშვილს რატომ უნდა კონდეს პრობლემა ურთიერთობის რომელიმე ან მე ან ნებისმიერს პოლიტიკოსთან რომელიც დგას ისტორიის სწორ მხარეს არ მესმის და ხა თუ გვინდა უბრალოდ ქვა ავაგდო და თავი შეუშვიროთ და თუ არ გვინდა დავინახოთ ქვა რიყეზე ჩავალთ რიყეზე და ვიტყვით რომ ქვა სად არის არა და რიყეზე ვიქნებით რა გითხრათ აბა კარგით მადლობა დიდი მე ვფიქრობ რომ ეს საინტერესო ინტერვიუ იყო ნამდვილად და ულოცავ ჩემ თავსაც და მე მგონი თქვენს იმიტომ რომ ძალიან ჩამოყალიბებულ ფორმაზე იღებს პოლიტიკური კონტური. კი, ესე გამოდის, მე მგონი ბევრი იკითხეთ და ბევრი უსვინეთ რაღაცა ისეთ პოლიტიკურად მნიშვნელოვან სპიჩებს. ძალიან სასიამოვნო იყო, წარმატებებს გისურვებთ და შემდეგ ბლოგში შევხვდებით ანა დოლიძეს და ალეკო ელისაშვილს და ვკითხავთ თქვენზე. ვილაპარაკებთ ბევრს ნაციონალურ მოძრაობაზეც მათ შორის. რეკლამაზე გავდივართ.